მოგესალმებით, ისევ ეთერში ვართ, ეთერშია სტუდიო ზესტაფონის მიერ მომზადებული სპორტული გადაცემა, სპორტის დრო და დღეს ჩვენ ორი სტუმარი გვყავს, სტუმრები რომლებთანაც შეხვედრა ზესტაფონელ გულშემატკივარს, მე ვფიქრობ ძალიან დააინტერესებს. საფეხბურთო კლუბ მარგვეთი 2006-ის ახალი მთავარი მწვრთნელი ბატონი ილია მგებრიშვილი და საფეხბურთო კლუბ მარგვეთი 2006-ის დიდი მეოხი ბატონი დიმიტრი მაღრაძე, ვისაც აღდგენა ნამდვილად არ ჭირდება და მე თამამად ვიტყვი, რომ ეს გუნდი დღევანდე რომ მოვიდა, ამაში ძალიან დიდი წვლილია ბატონი დიმიტრის. დავიწყოთ, ბატონი ილიათი ახალი მთავარი მწვრთნელია და მასთან სასაუბრო ბუნებრივია არის. ბატონი ილია, მოგესალმებით, უღმესი მადლობა, რომ დღეს ხარ ჩვენი სტუმარი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მთავარი პირველი ნაბიჯები გადავდგით და აწი უფრო. მოგესალმებით, მადლობას გეტყვით სტუდიაში მოწვევისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო თქვენ მაყურებელს, თითოეულ ადგილობრივ ადამიანს, ვინც ხომაგობს ფეხბურთს და გვერდში უდგას. აბსოლუტურად ყველას. მადლობა თქვენ იმისთვის, რომ ასეთ გადატვირთულ გრაფიკში, ხა აქტიურად მიმდინარეობს მზადება ლიგა 3-ის განახლებისთვის და თასზე უკვე ითამაშეთ. რომ გამონახეთ დრო და გვეწვინეთ გადაცემაში. პირველ რიგში ჩვენ ადამიანები ვართ და ადამიანური მომენტებიდან უნდა დავიწყოთ. თქვენთვის ახალი ქალაქია, ახალი გუნდია. როგორ მიდის ადაპტაციის პროცესი, რამდენად გაშინაურდით და რას ფიქრობთ ზოგადად იმ სიტუაციაზე, რას ელოდით და რა დაგხვდათ? პირველ რიგში კი ნამდვილად ესე რომ ვთქვათ, ჩემთვის ახალი გამოწვევა არის, ახალ ქალაქში ჩამოვედით, ყველაზე მთავარი რაც იყო, ანუ უმეტესობა ფეხბურთელებს მე ვიცნობდი, 9 ახალი ფეხბურთელი მოვიყვანეთ გუნდში, იმ პოზიციებზე წერტილოვნად გავძლიერდით, სადაც გუნდს ჭირდება და გაძლიერება და შესაბამისად ადაპტაციამაც იმაზე კარგად წარიმართა ადაპტაცია იმაზე კარგად, რასაც ველოდი. იქიდან გამომდინარე, რომ მეც ზურალომიძეც, დავით ჭიკვაძეც და ოტო ბოჭორიშვილის სტაფის წევრები და ბატონი დიმაც ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, რომ ანუ პირველი რაც არის ყველაზე მთავარი და პირველ რიგში გუნდის დირექტორიდან იყო ეს ინიციატივა და ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო იყო ბატონ გურამისგან, რომ მთავარი არის პირველ რიგში იყვნენ კარგი ადამიანები რა. ჩვენ ვაქცევთ პირველ რიგში ყურადღებას, რომ როგორი ადამიანია, როგორ უყვარს ეს საქმე და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა როგორი პროფესიონალია რა და ფეხბურთს და გუნდს როგორ გამოადგება და სასიხარულოა ზოგადად ესეთ ფეხბურთელებთან მუშაობა, რომლებიც მართლა რა ვიცი უზომოდ უყვართ ეს საქმე და მართლა რავი აი მეგობრებივით, ძმებივით არიან და მზად არიან რომ მინდორზე იბრძოლონ და მაქსიმალური გააკეთონ. მივესალმები ასეთ მიდგომას და რატო ჩვენთან ხშირად ამ სატრანსფერო ამბების დროს ნაკლები ყურადღება ექცევა ფეხბურთელის პიროვნულ რაობას და მე ვთვლი, რომ პირველი ამოსავალი წერტილი ჯერ ეს უნდა იყოს, იმიტომ რომ მე მირჩევნია მაგალითად ხო ჩემი აზრით შედარებით ოდნავ ნაკლები ის კონდეს, რა ქვია, შეიძლება კლასი თუ ოსტატობა და ადამიანი იყოს ისეთი, რომელიც ბოლომდე რაღაცებში გამოყვება და ბოლომდე წამოვა. კარგი, სელექციის თემა მინდა წამოვწიო წინა პლანზე. ჩვენი გულშემატკივარი იცნობს იმ კადრებს, რომლებიც დარჩნენ გუნდში, მაგრამ თქვენ თავად აღნიშნეთ, რომ არიან ახალი ფეხბურთელები, საკმაო რაოდენობა, ხა 9 ახალი ფეხბურთელი მწვრთნელისთვის. ერთი მხრივ კარგია, მეორე მხრივ დიდი თავის ტკივილია, იმიტომ რომ შეთამაშება ჭირდება, ამ ყველაფერს დალაგება ჭირდება. შეიძლება მოიყვანო ხალხი, მაგრამ თამაშის დალაგება ეს სხვა თემაა. ახლებზე რა შეგვიძლია თქვათ, რა თქმა უნდა იცნობდით მათ, ვინც მოიყვანო. რა თქმა უნდა, ხა. ყველას ვიცნობდი სათითაოდ, ისევ და ისევ სტაფის წევრებთან რო გავიარეთ და ვისაუბრეთ პირველ რიგში, რომ რა პოზიციებზე გვჭირდებოდა გაძლიერება, მათი აზრი მოვისმინე და ჩემი შეხედულებაც შესაბამისად ხა რაც იყო, ბევრ რამეში დაემთხვა რა, ჩვენი შეხედულებები მაგ ყველაფერს. თემურ ნოზაძე გუჯა ბიბილური და აჩი გიგაური გორში მე მყავდა გუნდში, სამივესთან ვიმუშავე 2-3 წლის განმავლობაში უკვე ლიგა 3-ში ერთად მუშაობდით და ის წარმატებაც ერთად მივაღწიეთ, რაც შარშან გამოგვივიდა ერთობლივად რა. მოდი შევახსენოთ მაყურებელს, რომ ზუსტად თქვენი ხელმძღვანელობით აღზევდა გორი ლიგა 3 და ლიგა 2-ში და ეს ეპოქალური მიღწევა იყო კლუბის ისტორიაში, იმიტომ რომ პირველი დაწინაურება იყო ლიგა 2-ში. კი, პირველი დაწინაურება იყო 10 წლის თავზე, მე 11 წელს უკვე კლუბმა ითამაშა ლიგა 2-ში და მადლობა უფალს, რა ვიცი, ისევ მადლობა თითოეულ ფეხბურთელს მაშინ იქ რაც გავაკეთეთ და მაქსიმალური მინდა რომ გავაკეთო ეხლა ზოგადად უკვე ზესტაფონშიც ეხლა რომ აი მართლაც რავი ძალიან კარგი ატმოსფეროა გარემო არის გუნდში და ბიჭები რავი აი ვარჯიშიდან ვარჯიშამდე აკეთებენ თავის მაქსიმალურს, არის კარგი კონკურენცია
ჯანსაღი და რა ვიცი, კიდევ ერთხელ ხა კიდევ სხვა ფეხბურთელებს ვარ გამოვიჩეს ვიტყვი. ხო, რა თქმა უნდა, სამი ვთქვით უკვე. სამი ვთქვით, საბა ზაზიკაშვილი კიდევ ხაშურის ივერიადან წამოვიყვანეთ, რომელიც მოკლე პერიოდი მოუწია ჩემთან გორში წამოსვლა და აი ნუ ძალიან დადებითად უყურებ მაგ ბიჭს. ფეხბურთს თამაში შეუძლია და ხა მაყურებელი ვინც უყურებდა ლიგა 3-ს, ერთ-ერთი გამორჩეული. მე ძალიან მომწონს მაგალითად მითაგით. გამორჩეული კარგი ფორვარდი არის, ასევე გიორგი ნოზაძე, რომელიც სწრაფი ლატერალი, ვინგერი, რომელიც რა ვიცი, მე ვფიქრობ ძალიან გამოადგება ამ გუნდსაც, ძალიან კარგი ფეხბურთელია ეგეც. ასევე გამოცდილი ორი ფეხბურთელი, რომელიც ადრე თამაშობდა ამ გუნდში, ირაკლი ჭანკვეტაძე და გიგა ჯოხაძე დაბრუნდნენ. მათი გამოცდილება კიდევ უფრო დაეხმარება კლუბს და დაეხმარება ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომ უფრო მეტად ადაპტირდნენ და უფრო გამოცდილები და უფრო ბევრი რამე ისწავლონ მათგანაც რა და განვითარდნენ. კიდევ ლუკა კვეტენაძე, რომელიც ასევე თამაშობდა მარგვეთში და დაბრუნდა ისევ აქ ჩვენ გვერდზე არის მეკარის პოზიციაზე, ძალიან კაი ახალგაზრდა ბიჭია, რომელსაც ისევ სასიამოვნოა მუშაობა და ასევე ლაბარი დავიმატეთ კიდევ გაგრა 2-დან, რომელიც არის ადგილობრივი ფეხბურთელი, რომელიც წასული იყო თამაშობდა გაგრაში, სხვადასხვა კლუბებში კიდევ თბილისში და ახლა არის ისევ აქ. აი ეს ლაბაძე. დიახ. კი ბატონო, ესე იგი, სელექციის პროცესი ისეთი რამე არის მოგეხსენებათ, რომ გუნდია ცოცხალი ორგანიზმი და ის არ ასრულდება ყოველწლიდის მუშაობა, მაგრამ აი ამ კონკრეტულ მომენტში დასრულებულია თუ კიდე შეიძლება წერტილოვნად რაღაცა? არა, ამ მომენტისთვის უკვე დასრულებულია, მაქსიმალურად ჩვენ რაც გვქონდა ადგილი, ასე რომ ვთქვათ, სატრანსფერო ფანჯერაზე რო გავაკეთებინა, 9 ადგილი გვქონდა დარჩენილი და მაქსიმალურად ამოვწურვეთ რა. უფრო გვინდა ჩვენ რომ გუნდმა დაიწყოს ახალ ეტაპისკენ და ახალ გზისკენ წასვლა და ყოფილიყო უფრო მებრძოლი გუნდი, ყოველთვის აი სულ აღნიშნავ ხოლმე ხა ბიჭებთანაც ხშირად ვსაუბრობ, ჩვენ როცა გქონდა თამაში გორს მარგვეთთან. აი სულ გვიჭირდა რა, შარშან ორივე თამაში ფრედ ვითამაშეთ როგორც სახში, ისე გასვლაზე და ამ გუნდს ჰქონდა ზოგადად ეს ხასიათი და კიდევ ახლა უფრო მეტად მე ვცდილობ, რომ კიდევ უფრო მეტი მებრძოლი ხასიათი ჰქონდეს და კიდევ უფრო მეტი თამაშები მოვიგოთ ერთობლივად რა. ბატონო ილია, სელექციის თემას ნუ გასაგებია ჩავყავით ბოლომდე და მე მინდა მიზნებზე გკითხოთ, თქვენთვის ეს ლიგა ასე ვთქვათ არ არის უცხო კი არა და მოგებული გაქვთ. ნუ ყოველ შემთხვევაში ის მიზანი გაქვთ მიღწეული, რაც იყო რომ გადმოსვლა. წელს მიმდინარე სეზონში გადმოსვლის თვის ბრძოლა რა თქმა უნდა ყველაფერი შეიძლება, მაგრამ მე ვფიქრობ რომ მაინც გაჭირდება. ალბათ წელს ათეული და შემდეგ სეზონში გადმოსვლისთვის ბრძოლა ესე დგას? კი ბატონო, ანუ ჩვენ კლუბის ხელმძღვანელს ოდესაც შევხვდი ბატონ გურამს ვისაუბრეთ ჩვენ თავიდან რომ წელს მიზანი იყო რომ გუნდი მოხვედრილიყო ათეულში, დაწყებულიყო შენება გუნდის, რამოდენიმე ახალი ფეხბურთელის მოყვანა და მომავალ წელს უკვე ისეთი გუნდის გაკეთება, რომელიც უკვე 4-ეულისთვის იბრძოლებს რა. დიახ, ძალიან კარგი. თქვენ დებიუტი უკვე შედგა, როგორც ვიცი, საქართველოს თასზე და ეხლა არ არსებობს ფეხბურთში გამოთქმა, კარგად ვითამაში და წავაგე, მაგას მე ვერ ხვდები საერთოდ, მაგრამ თუ შეიძლება ითქვას, რომ გუნდმა თავი არ შეირცხვინა ძალიან ძლიერ მეტოქესთან, ამის თქმა ჩვენ უკვე შეგვიძლია. პირველ სათავსო თამაშზე აი თქვენ რა შთაბეჭდილებები დაგჭათ და ნუ მესმის ახლა თლაცაზომი ვერ იქნება გუნდი რომელიც უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის, მაგრამ აი რამდენად დაგანახათ სუსტი და ძლიერი მხარეები რაზეა სამუშაო დაუშვათ? აი პირველ რიგში ისე მადლობას მოვუხდი ბიჭებს, იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ ძალიან კარგად ითამაშეს, ორი კვირა გქონდა რა სამაგისტრო თასის თამაშამდე, რაც მოვემზადეთ, ორი ამხანაგური თამაში ჩავატარეთ და ესე რომ ვთქვათ, იმაზე მეტად შეასრულეს ყველაფერი, რასაც ველოდით. სიმართლე რო გითხრათ, იყო კარგი მომენტები, ბევრი ორთაბრძოლები იყო მოგებული, კონტრშეტევაზე გქონდა ეგ თამაში აგებული და ძალიან ბევრი კარგი კონტრშეტევა შევასრულეთ მაგ იმაზე და მადლობელი ვარ ის 69 წუთი რაც მე უყურე თამაშს ფათაშორის და ძალიან მოგაწონა მინდა ვიყავი, ნუ უბრალოდ ახლა ისევ და ისევ სწორედ აღნიშნეთ თქვენ, ახლა იბერია არ არის საზომი, მაგრამ გუნდმა წარმოაჩინა თავის სახე, რაც ჩემთვის ყველაზე მეტად სასიამოვნო იყო და უფრო მეტი იმედი მომცა მეც და
გუნდსაც და ჩვენ სტაფს, რომ ხვალდაზე ჩვენ შეგვიძლია უფრო კარგი მიზნებისკენ წავიდეთ წინ. კი ბატონო, ბატონო ილია, ლიგა 2-ის განახლება კარს გვადგას, ეს ლიგა 3-ის განახლება კარს გვადგას და ბუნებრივია იმატებს დაძაბულობა, იმატებს ნერვიულობა, რაც ყველა საშეჯიბრო ციკლს თან ახლავს, ბუნებრივია. ამის გარეშე ფეხბურთი არ არის. მაგრამ აი ზოგადად მინდა გკითხოთ, აი დარჩენილ ნაწილს როგორ ლიგა 3-ს ელოდებით. მე ვფიქრობ, რომ კონკურენცია ფაქტი არის, ცხრის რო ჩახედავ, ეგრევე მიხვდები, რომ ესე არავის არაფერი ხელში არ უჭირავს. განაღდებოდა ერთი თბილისი 2025, ალბათ რომელიც ძალიან ისია, ჩენი ყველა. კი ბატონო, ზოგადად ეს ლიგა არის ძალიან რთული, განსაკუთრებით მეორე წრეში. როდესაც არიან კლუბები, რომელიც დარჩენისთვის იბრძვიან, არიან ათეულისთვის და არიან რომელსაც სურს ზემოთ უკვე რომ გადავიდეს 4-ეულში მოგვდეს. პირველი მეორე ადგილი ეგრევე გადავიდეს და მესამე 4-ე რო პლეი-ოფი თამაშობს. და ამიტომ ეს რო არის დაყოფილი ამ სამ ეტაპად, აი ყველა თამაში არის აბსოლუტურად, რა ვიცი, აი საბრძოლველი, მოსაგები და მაქსიმალური ნაჩადო თითოეულ თამაშზე რა და მე იმედი მაქვს ჩვენი გუნდის და ყველა თამაშზე მაქსიმალურს გააკეთებენ. ძალიან კარგი. ეხლა რამდენიმე ამხანაგური მატჩიც ჩაატარეთ თასის თამაშთან ერთად, ხო? მთლიანობაში რო რა თქმა უნდა ცალკე ანალიზს არ შეუდგებით თითოეულ მაგას, მაგრამ მთლიანობაში რა გვაჩვენა ამ ამხანაგურმა თამაშმა? მთლიანობაში ის გვაჩვენა, რომ გამოვცადეთ ორი სისტემა, პირობითად, ასევე გამოვცადეთ ახალგაზრდა ბიჭები, ანუ 22 ფეხბურთელი თამაშობდით ყველა ამხანაგურ თამაშს და ყველას ვაძლევდით საშუალებას, რომ გვენახა თუ როგორი იყვნენ, რანაირად, რა კონდიციებში იყვნენ, რა მდგომარეობაში, ყველას მივეცდეს რო თქვა ჩანსი. ასევე ოთობოჭორიშვილმა და დავით ჭყიკვაძემ ამოიყვანეს სკოლიდან რამოდენიმე ბავშვი, რომელსაც მივეცით ჩანსი, რომ წარმოეჩინათ თავი დიდ გუნდში და რა ვიცი, მე ვფიქრობ ეს ძალიან კარგია, რომ ახლა რამოდენიმე ბავშვი აქამდეც ვარჯიშობდა ამ გუნდში და რამოდენიმე კიდევ ამოიწია, რომ შეეგუონ ლიგას, შეეგუონ დიდ გუნდს და ხვალდაზე მაგათმა უნდა ითამაშონ მაგათი ნათელი მომავალი. რა თქმა უნდა, მე უბრალოდ ეხლა ჩემ მიდგომას მოკლედ ვიტყვი, ძალიან არ მიყვარს, როცა თქვა 30-31 წლის ფეხბურთელს უკვე ბებერ ფეხბურთელს ეძახიან, მაგრამ მეორე მხრივ, თუნდაც მესამე ლიგაში, დაბალ ლიგაში, მე პირადად ჩემი მიდგომა ასეთი, რომ მაქსიმალურად მომხრევ არ ახალგაზრდების ადაპტაციის. იმიტომ რომ რატო ეს ლიგები, რომ რაღაცა ჩვენ მივაწოდოთ ზედა ლიგებს, თუნდაც აი მარკეტინგულ თვალსაზრისით, როდესღაც ხო დადგება მომენტი, როცა ჩვენი კლუბები მარკეტინგსაც მიხედავენ ასე თუ ისე. დღეს შეიძლება ვერ ვართ მაგდონეზე, მაგრამ ნუ ის ახალგაზრდა ფეხბურთელი შეგიძლია გაყიდო ფული მოიტანო გუნდისთვის და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მაგიტომ აი როგორი ბიჭები ამოვიდნენ, აი თქვენ შეხება უკვე ქონდათ. მაგიტომ აი ხა მე ვარ აი როგორი სისტემის მომხრე უფრო რა, რომ გუნდს რო ვაშენებთ, უნდა იყვნენ რამოდენიმე ესე რომ გამოცდილი ფეხბურთელი, რომელიც საჭირო არის გუნდში, გუნდის ატმოსფეროსთვის, როგორც მწვრთნელმა მე და ჩვენმა სტაფმა რომ უნდა გაზარდონ ეს პატარა ფეხბურთელები, ისე ეს გამოცდილი ფეხბურთელი ეხმარება იმას ზდაში. და სწორ შევასაძრებს მოვედანზე, სწორ იმას და უკვე იმ ფეხბურთელთან ერთად რო თამაშობს, უკვე შესაბამისად შენც იზდები მასთან ერთად და ხდები პირობითად უკეთესი. ეს ერთხელ აი როგორ თქვა, აი ჰიბრიდული სისტემის მომხრე ვარ, მე უკვე რომ უნდა იყვნენ შერეულად რაღაც პერიოდის რამოდენიმე ფეხბურთელი, ეს რო თქვა გამოცდილი, ახალგაზრდები რა თქმა უნდა და მთლიანობაში იკვრება ძალიან კარგი გუნდი ამით. ბატონილია, მინდა ამ საკითხსაც შევეხო, ხა თქვენ უკვე თასის თამაშს ჩაატარეთ გუნდთან ერთად, მაგრამ ეს იყო კეთილი ჟესტი მარგვეც ხრიდან, რომ გადა თბილისში ითამაშეთ ის თამაში, იმიტომ რომ ეხა იმ გუნდს იბერიას ჭირდებოდა ევროთასებისთვის ის რომ ნაკლები დატვირთვა ასე შემდეგაც და პირველ ადგილზე დაყენდა ქართული ფეხბურთის ინტერესები, რაც მე პირადად მივესალმები. რა თქმა უნდა, გამორჩევით ელოდებით თქვენს დებიუტს ლიგა 3-ში, მათ შორის ზესტაფონშიც აი ამ პუბლიკის წინაშე და ამ გუნდს არასდროს არ აკლია გულშემატკივარი და აი სადებიუტო თამაშებზე მინდა ისე პირველი ტური ვის როგორ არის რა არის რომ გავაცნოთ მაყურებელს საშინაო დებიუტი როდის გიწევთ და აი ამ საკითხებზე. კი ბატონო, მინდა რომ შევეო. პირველი ტური გვიწევს ზეგ უკვე მოვიდა 6 აგვისტოს ვეთამაშებით თბილისი 25-ს. ეს პირველ ლიდერს პირველ ადგილზე არის და ძალიან კარგი თამაში იქნება, ისე თხოვნამ ექნება, რა ვიცი. თქვენ მაყურებელთან, თითოეულ ადამიანთან, ვისაც ფეხბურთი უყვარს, რომ მოვიდეს სტადიონზე და დაგვიდგნენ გვერდზე. ხო, ესე იგი რო უთხრათ, ეხლა რაძალის გუნდს წაგება წაუგებელია, ერთგვარი რეკორდივით არის, ხო, ამდენი თამაში. ხო და
არის უძლიერესი მოწინააღმდეგე, ნუ კარგად არის დაკომპლექტებული, ხა ძალიან ბევრი ფეხბურთელს ვიცნობ, ვიცი შეხებაც ქონია და მართლა ძალიან კაი შემადგენლობაა. მაგრამ ნუ ფეხბურთია, შანსი ყოველთვის არის. შანსი ყოველთვის არის და პლუს მე რა ვიცი, აი სახლის თამაშებზე და ყველა თამაშზე გუნდი მაქსიმალურად იბრძოლოს, მაგრამ კიდევ უფრო მაქსიმალურად გუნდი შეეცდება, რომ თავი უფრო მეტად წარმოაჩინოს, როდესაც იქნება ხალხი, იქნება თამაში ზესტაფონში, აი გუნდი იბრძოლოს ბოლომდე, აი მაგის პირობა შემიძლია მე რომ დავდო და მაქსიმალურს გააკეთო. ძალიან კარგი, ხა ჩვენი პირველი შეხვედრა და მინდა თქვენი საფეხბურთო გემოვნებას გამოვკვეთო ერთგვარად. აი მე მესმის რომ დღეს აღარ არის რა მარტო შემტევი ფეხბურთი, არც კატენაჩუ აღარ არის, მაგრამ მაინც უნდა დავსვა კითხვა რა. როგორი ფეხბურთი უყვარს ილიამ ღებრიშვილს, როგორი ფეხბურთს მინდევარია ის? ილიამ ღებრიშვილს უყვარს შემტევი ფეხბურთი, მაგრამ ნუ ამ ბოლო პერიოდში ხა რაც დავიწყეს რო თქვა ჩემი თავის განვითარება და ლიცენზიის კვალიფიკაციის ამაღლება, არ უნდა დაგვაუწყდეს კონტრშეტევა, თავდაცვა და ესე რო თქვა კონკრეტულ თამაშზე ვისვე თამაშებით, იმის და მიხედვით ითამაშებს გუნდი რა, კონკრეტული გეგმა გვაქვს. ანუ მეტოქის მიხედვით კი ბატონო შეირჩევა გეგმა, მაგრამ მომხრევარ ზოგადად შემტევი ფეხბურთი. თუ არის წვნელი, გნებავთ საქართველოში, გნებავთ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მე არ ვიტყვი ხა კერპი არ მიყვარს ამ სიტყვის გამოყენება, მაგრამ აი ვისთანაც ყველაზე ახლოს ხართ იდეურად, ვინც ყველაზე მეტად მოგწონთ როგორც საფეხბურთო კონსტრუქტორი შემოქმედი ასე. ქართველი მწვრთნელებიდან და ზოგადად საერთოდ. ორივე ვთქვათ. კარგი. ნუ ზოგადად ჩემთვის ახლა Manchester United-ის გულშემატკივარი ვარ ბავშვობიდან. და ნუ სერ ალექს ფერგისონი ჩემთვის რა ვიხარ გამორჩეული მწვრთნელია და ახლა ნუ საერთოდ ქართული მწვრთნელები ახლა რა ვიცი ძალიან კარგი მწვრთნელები სპეციალისტები არიან მოდი ეგთან ახლა ესე დავთვალო ვინმე ნაცნერი არ დავთვალო მაგრამ ძალიან კარგი მწვრთნელები არიან კარგი მიმართულებისკენ მიდის ზოგადად დღესდღეობით ქართული ფეხბურთი და აი არ ვიცი რა როგორც სამწვრთნელო კუთხით განვითარება მიდის ისე ტუტორებს მინდა მადლობა გადაუხადო რომ ვინც ყოველ დღე ცდილობენ რომ განვითარდეს როგორც ფეხბურთელები ისე მწვრთნელები და ბევრ განათლებას გვაძლევენ ჩვენ რა შესაბამისად და ჩვენც უკვე სხვათაშორის ვერ ვეთანხმები ხოლმე იმას ბატონო ილია როცა ამბობენ რომ აი ყველაფერი მწვრთნელების ბრალია რასაც ჩვენ ეროვნული ბავშვი ხედავთ ალბათ უფრო სისტემაა შესაძლებელი ცოტა გასაწმენდის გამო ალბათ ბატონო არ არის რა მარტო მწვრთნელების არ არის მედალს ერთი მხარე არ შეიძლება კონდეს მაგ საკითხთან მე ერთ რაღაცას ვიტყვი ახლა კიდევ რა რომ აი დღესდღეობით ბევრი რაღაც შეიცვალა, კარგისკენ მიდის, ბევრი ინფრასტრუქტურა შენდება. არა, ამის დაუნახაობაში ჩვენი სახელმწიფო ძალიან ბევრ ამას აკეთებს დღესდღეობით მაგისთვის, აგერ აი ამდენი საფეხბურთო ცენტრი შენდება, ამდენი რაღაც, მაგრამ რო გადავიხედოთ 10 წლის უკან, პირობითად ხო არ იყო საშუალებები, არც ნორმალურად ვარჯიშის, არც აი ბოდიში და ნორმალურად დასაბანის. შედეგი გქონდა ასე თუ ისე რანაირად გქონდა ეგრე. ბატონო, ნუ იყო მაშინ, ხო, უბრალოდ მაშინ ეხლა არის ერთი რაღაც პრობლემა, უფრო არის ალბათ რომ ინტერნეტი, ტელეფონი, გაჯეტები და აი მაგ რაღაცას მოაქვს შედარებით უფრო მეტი პრობლემა. ალბათ და იმ დროსთან შედარებით მე ერთსაც ვიტყვი ქუჩის და ეზოს ფეხბურთი მოგდა. ეგ რა თქმა უნდა ხა ოსტად მანდ მივდიოდი და ნუ მაშინ ქონდა ბურთი თუ არ ქონდა, ყველა გამოდიოდა და შეეძლო რა ვიცი ნებისმიერი საგნით ფეხბურთი ეთამაშა, იმ დონეზე იყო ფეხბურთის მიმართ სიყვარული. დღესდღეობითაც არის, მაგრამ ნუ ცოტა ეს პრობლემა ერთობლივად უნდა გადავჭრათ, რომ ისევ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ქონდეთ სიყვარული ისე და ისე ბურთის მიმართ. ეს ისეთი სპორტია, რომ თუ ძალიან ბევრი არის შრომი. ძალიან რთულია რომ მაღალ მწვრთნელზე ახვიდე. ბატონ ილია, სანამ ბატონ დიმიტრი მაღრაძეს გადავცემდეთ სიტყვას. ჩვენ პირველი შეხვედრის კვალობაზე მე მგონი ტევადათ ვისაუბრეთ, მაგრამ აუცილებლად მე იმედი მაქვს, რომ პერიოდულად ჩვენ შევხვდებით ხოლმე და შევაჭერებთ ყველაფერს. ხო არაფერს დაამატებთ ხო? ერთს დავამატებდი, მე მინდა რომ ბატონ თამას გაბრიჯიდეს წინამძღოლს, ვინც მუშაობდა ამ გუნდში, მადლობა მინდა გადაუხადო რომ რა საქმეც გაწია, რაც გააკეთა ამ გუნდისთვის. აი რა ვიცი, ყველაფრისთვის დიდ მადლობას ვუხდი და წარმატებებს უსურვებ ყველანაირად, იმიტომ რომ არ შეიძლება იმის არ დანახვა, რაც მაგ ადამიანმა გააკეთა ამ განმავლობაში. კი ბატონო და ეს არის. ბატონ ილია, უღრმესი მადლობა. მინდა გისურვოთ წარმატება როგორც თქვენ სადებიუტო შეხვედრაში, ისე მთლიან სეზონზე და შემდეგ წელზეც. ეს სეზონი ერთგვარად გარდამავალია. გუნდი უნდა შეიკრას, ის პირველი ამოცანა დარჩენა გადაჭრას დამაჯერებლად, ათეულით და მე ნუ ჯერა რომ იქ ლიგა 2-ისკენაც გავიწევს შემდეგ სეზონში რაღაც ეს წყალობით. უღრმესი მადლობა. შეიძლება. კი ბატონო.
ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას და ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკის სტუმარი გახლავთ საფეხბურთო კლუბ მარგვეთი 2006-ის სპორტულ-ტექნიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი დიმიტრი მაღლაძე. მას წარდგენა არ სჭირდება ჩვენი გულშემატკივრის წინაშე და მე თამამად შემიძლია თქვა წეღანაც აღვნიშნე რომ დღეს რომ მარგვეთი 2006-ი არსებობს. ამაში ბატონი დიმიტრის წვლილი ძალიან დიდია. დღესაც ის ასე ვთქვათ ერთგულ ბურჯად უდგას საინკლუს. მოგესალმებით ბატონ დიმიტრი. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მოგვიანეებს, ყველა გულშემატკივარს და უსურვებ მრავალ წარმატებებს სპორტულ ასპარეზზე. მინდა მეც წარმატებები გისურვოთ. ჩვენ ბატონი ილია მღებრიშვილი ყავდა სტუმრად წინა ბლოკში და ეხლა არ შემიძლია ვთქვათ არ გკითხოთ იმ ემოციებზე, რომლითაც ხვდებით მომავალ სეზონის განახლებას. უпростоრად ურთულესი გამოცდით იწყებს ახლა განახლებული მარგვეთი 2006 თბილისი 2025-თან პირველი თამაში იქნება. ეს არის გამოკვეთილად ლიდერი გუნდი, წაგება არა აქვს ბოლოს და ბოლოს და ძალიან მაგრად არის დაკომპლექტებული. უკვე მე სათვალებიც კი მაქვს არა მე რამდენი სეზონს იწყებთ მარგვეთთან ერთად და მოლოდინები როგორია თქვენი რა სიტყვებით? რა თქმა უნდა ძალიან დაცაბულ სიტუაციაში გვიწევს მეორე წლის განახლება. პირველ რიგში ის რომ როდესაც გუნდიდან მიდის თავარი მწვრთნელი და მოდის ახალი, ეს პროცესი ძალიან რთული პროცესია და უნდა აღვნიშნოთ რომ ჩვენი გუნდის თავარი მწვრთნელი თამაზ გავრიჯიძემ რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ამ გუნდის განვითარებისათვის წინსვლაში და ლიგა 3-ში დაწინაურებაში მოუწია ეს ფეხბურთისთვის თამდები პროცესია რომ თავარი მწვრთნელები იცვლება და სოთაშორის ბატონი თამას ბავშვებს ვასაკომპლექტო დარჩა. რა თქმა უნდა ისევ არის ჩვენ სტრუქტურაში, მარგვეთის სტრუქტურაში და არის ყავს მას ასაკობრივი გუნდები და რა თქმა უნდა ეცდება რომ კიდევ უფრო მეტი მომავალი ახალგაზრდა გაუზარდოს ზესტაფონის და ქართულ ფეხბურთს. ამის შემდეგ გუნდში მოვიდა ახალი მთავარი მწვრთნელი ბატონი ილია მღევრიშვილი, რომელსაც აქვს მომწვრთნელობის დიდი გამოცდილება, რომელმაც გორის გორი ვიცით ლიგა 4-დან აიყვანა ლიგა 2-ში და ეს დღეს ჩვენს გუნდში აგრძელებს მოღვაწეობას. ჩვენც ძალიან ძიმე გამოსვლა გველის პირველი თამაში როგორც თქვენ აღნიშნეთ 6 აგვისტოს 5 საათზე გვაქვს დავით აბაშიძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე. გუნდი არის თბილისი 2025, რომელიც ერთპიროვნული ლიდერია წლევანდელი ჩემპიონატის, რომელსაც 15 თამაშიდან 12 გამარჯვება და 3 ფრი აქვს, რაც ძალიან დიდი მიღწევაა და ესე მარტივად ეს არ იქნებოდა რა თქმა უნდა და იმედი მაქვს რომ მარგვეთი აი ამ პირველ დიდ გამოცდას წარმატებით ჩააბარებს და ზესტაფონის მაყურებელს აჩვენებს ლამაზ კარგ შემტევ ფეხბურთს და ნუ რა თქმა უნდა შედეგის კარგი გვექნება. ესე იგი კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ რომ საშინაო მატჩებს გუნდი გამართავს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე. დიახ, რა თქმა უნდა. არის ხო მზადყოფნაში ბატონი? კი ბატონო, სტადიონი სულ მზადყოფნაშია და მე კიდე მინდა მოუწოდო ჩვენს გულშემატკივრებს რომ 6-ში მობრძანდნენ დავით აბაშიძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ერთად უკომაგოთ. ესე იგი თამაში რომელ საათზე გვაქვს რო? 5 საათზე. 5 საათზე. ერთად უკომაგოთ მარგვეთს და ერთად შევიტანოთ წვლილი მარგვეთის წარმატებაში. ყველა საყურადღებოდ დასწრება თავისუფალია, ამიტომ შეგიძლიათ ესეც გარკვეული საშუალება რომ მობრძანდეთ და ასე ერთად უგულშემატკივროთ ზესტაფონს. მე ვფიქრობ რომ მაყურებლის რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს. ჩვენ სტადიონი ამის წინაპირობები არის ხან ახალ ხალხმა თასის თამაში, იმედი გამოჩნდა, ახალი ფეხბურთელები, უფრო რაღაცნაირად მე მჯერა რომ იქნება უბრალოდ მაყურებელი თქვენ ასე ელოდებით. მეც მასე ვფიქრობ, აი ჩვენ დიდი ხნის შესვენების შემდეგ ფაქტიურად 2017 წლის შემდეგ ზესტაფონის მარგვეთ ზესტაფონში არ უთამაშია. წელს როდესაც მე-4 ტურიდან ზესტაფონის მარგვეთმა პირველი თამაში ჩაატარა ზესტაფონში ცენტრალურ სტადიონზე. მაყურებელთა რაოდენობა ნელ-ნელა იმატა და უკვე ბოლო მატჩზე თბილისის დინამოვთან საკმაოდ მრავალრიცხოვანი მაყურებელი იყო. ამის შემდეგ მარგვეთმა კარგად დაიწყო მეორე წრის წინა ეტაპი, თასის თამაში როგორც თქვენ აღნიშნეთ, მოუწია ისეთ ძლიერ და გამოცდილ გუნდთან, როგორიც არის იბერია 1999, შარშანდელი ჩემპიონი და წლევანდელი ეროვნული ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი და გუნდმა ღირსეულად იასპარეზა
არ დაუხრია თავი და უბრძოლველად არ დაუთმია არაფერი, იყო ძალიან მძიმე ბრძოლა, 79 წუთამდე გუნდი თანაბარ მეტოქეობას უწევდა, იყო ანგარიში 1-1, ნუ თავისთავად შემდეგ გამოსილებამ და ეს გასაკვირი არც იყო ახლა არც გასაოცარი არაფერი ამაში არ იყო, ნუ თავის იქნა და დავმარცხდით 3-1, მაგრამ დავმარცხდით ძალიან კარგ უშეღავად და თავდადებულ ბრძოლაში. იმედი გვაქვს, რომ მარგვეთი ესე გააგრძელებს და 6 აგვისტოსაც აი ესეთ ლამას შემტევდა კარგ ფეხბურთს უჩვენებს მომღერალს და დაანახებს ზესტაფონურ გულშემატკივარს, რომ მარგვეთი აუცილებლად საქომაგოა და მათ მხარი უნდა დაუჭირონ თავის ბატონდიმა არის ნიუანსი, რომელსაც გვერდს უბრალოდ ნიუანსი არ არის, უფრო მსხვილმანია, რომელსაც გვერდს ნამდვილად ვერ აუვლი. კლუბის მხრიდან მოხდა ძალიან მართებული გადაწყვეტილების მიღება. მე ვიტყოდი ძალიან ღირსეული საქციელი, რაც ქართულ საფეხბურთო საზოგადოებას არ გამორჩენია მხედველობიდან, გულისხმობ იმას, რომ მასპინძელი იყო მარგვეთი 2006, გზავრობა იბერიას და ვიცით ხო გუშინაც რაღაც კაზუსი იყო, კიდე კაი მოგვარდა და გაფრინდე. ნუ ფაქტია რომ ეს ყველა ჩვენი წარმატება იქნება თუ ჯგუფში შევალთ ამ ნავს გავტეხავთ ბოლოს მე ვიყავი კრაკოვში გია გეგუჩას დინამოსთან ერთად და დამავიწყდა მაშინ ბავშვი ვიყავი ისინი წელი გავიდა 2004 წელს ხო მთელი ნახევარი ცხოვრება ფაქტიურად და ხო და რატო ვამბობდი რომ მოხდა ესე იგი მარგვეთს კეთილი ჟესტი და თბილისში გაიმართა ის თამაში თორე იბერია აქ უნდა ჩამოსულიყო ეს იყო ზედმეტი დაღლილობა ეს იყო ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა ეს იყო გზა ეს იყო ასე შემდეგ. და გადადგით ძალიან კარგი ნაბიჯი და მე არ მინდა რომ ეს რეაგირების გარეშე დარჩეს. ეხა ბევრი მადლობები წავიკითხე რა. და საამაყო მართლა არაფერი არ არის. თუ ჩვენ ქართულ ფეხბურთში ერთმანეთს ხელი არ გაუწოდეთ ამ გადამწყვეტ დროს და ის მაშინ არც კოლეგიალობა იქნება და არც არაფერი და აი ამაზე მინდა რომ ვილაპარაკოთ. რა თქმა უნდა, როდესაც ეს მოვლენა მოხდა, ისე აღმოჩნდა რომ იბერია 1999-ს ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ეტაპის შეხვედრა უნდა ჩაეტარებია ბრატისლავის სლოვაკთან. და მეორე თამაში ჩვენ დანიშნული ოფიციალურად კალენდრით იყო 25 რიცხვში და ამ დროს იბერიას მატჩი ჰქონდა 29-ში ძალიან რთულია აქ მატჩიდან მე კიდევ გადაფრინდე ეს და გთხოვა გუნდმა მოუმართა თხოვნით რომ თუ შეგიძლიათ რომ მატჩი ჩავატაროთ თბილისში რომ უფრო მეტი დრო და საშუალება დაგვრჩენოდა გუნდს მოსამზადებლად რა თქმა უნდა ჩვენთან ეს ერთი წუთით არ დამდგარა ეჭქვეშ არც ესა გადავწყვიტეთ ერთად მოვილაპარაკეთ და ყველა ერთფრივად ამ აზრზე იყო როგორც სამშობლო შტაბი ისე ფეხბურთელები რომ აუცილებელი იყო თანადგომა იბერიასთვის გვერდში უნდა დამდგარიყავით მათი ის უნდა გაგვეზიარებინა და გადავწყვიტეთ ამ იმაზე დათანხმება რა თქმა უნდა, მატჩი გაიმართა ერთი დღით ადრე, გადმოვიტანეთ აქეთ 24-ში, ნუ თავისთავად ესე მოხდა და ნუ მასპინძლის უპირატესობა დავუთმეთ, მაგრამ დავუთმეთ, იმიტომ რომ იბერიას მეტი შანსი ქონოდა წარმატების მიღწევისათვის და დღეს ვიცით ყველამ რომ იბერიას ძალიან კარგი შანსი აქვს რომ წარმატებები უსურვოთ ფუძე. ხო, რა თქმა უნდა, მინიმუმ შეიძლება მოხდეს კონფერენს ლიგაში, ხოლო აქვს შანსი რომ მოხდეს ჩემპიონთა ევროპა ლიგის ცოტა რთული იქნება, მაგრამ რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შანსი არის და ძალიან დიდი შანსი აქვს მოხდეს კონფერენს ლიგაში, ხო? ამაში გარკვეული ჩვენც არის და ჩვენ ამით რა თქმა უნდა ყოველთვის ვიამაყებთ ალბათ ამ გადაწყვეტილებით და ყველამ ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა მარგვეთის ამ გადაწყვეტილებას და სხვაგვარად არ შეიძლება მე ასე მჯერა რომ ჩვენ ერთმანეთის გაჭირება და დალხინება არ გავიზიარეთ, სხვანაირად წარმატება ფეხბურთში არ მოვა. ბატონ დიმიტრი, ერთი თემა რომელსაც გვერდს ნამდვილად ვერ აუვლით, ძალიან სასიამოვნოა, მე დეტალებში ალბათ ვერ შევარ დღეს, იმიტომ რომ ის ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრეროგატივა შეიძლება იყოს ამ შემდეგ, უბრალოდ ის ნიუსი რაც გავიგეთ ჩვენ რომ ზესტაფონში შენდება ახალი საცხოვრებელი ცენტრი. ეს არ არის იგივე მოვლენა თავისთავად ცხადია და მადლობა იმას ვინც ამას აკეთებს და ეს გადაჭრის ძალიან ბევრ პრობლემას, მათ შორის ჩვენი მომავალი თაობის უკეთესი მომავლის იგივე გუნდსაც შეიძლება, ხო, რამდენადაც ჩვეულებრივ გუნდიც. აი ამ საკითხის მნიშვნელობაზე მინდა გითხოთ ბატონ დიმიტრი.
რა თქმა უნდა, ეს არის უდიდესი მოვლენა. ჩვენ აგერ უკვე წლებია რომ ვითხოვთ და ვთხოვოთ რომ ზესტაფონში ქონოდა გუნდს და ბავშვთა ფეხბურთის თავისი საწვრთნელი ბაზა, სადაც უფრო მშვიდად თავისუფლად მოემზადებოდა როგორც ბავშვთა გუნდები, ასევე დიდი გუნდი. მაგრამ წლების განმავლობაში არ ხერხდებოდა. დღეს მთავრობის გადაწყვეტილებით ეს ღონისძიებები ხორციელდება, ყველამ ვიცით, ძალიან ბევრ რაიონში და რეგიონში შენდება საფეხბურთო ცენტრები და ერთ-ერთი ესეთი რაიონი არის დღეს ზესტაფონიც, უკვე დაწყებულია მშენებლობა ზემოთ კონსტრუქტორიორის მიმდებარე ტერიტორია. ესე იგი, ეს რა ადგილია ზუსტად რო განუმარტოთ, მე კი ვიცი, მაგრამ ტექნიკუმთან ახლო, სადაც ესაზღვრება აღმოსავლეთის მხრიდან. აღმოსავლეთის მხრიდან ტექნიკუმსა და საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის ბაზას შორის ტერიტორიაზე შენდება ხელოვნურსაფარიანი სტადიონი 300 კაციანი ტრიბუნით, თავისი გასახდელებით, ნელთა ოთახებით, თავისი ინფრასტრუქტურით, ყველანაირი მოწყობილობით და ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი საქმე, რადგან ამის შემდეგ გუნდს ექნება იმის საშუალება, რომ უფრო ნაყოფიერად, უფრო კარგად მოემზადოს ბავშვთა გუნდებს მიცეს მეტი საშუალება, რადგან როცა დღეს ბავშვთა გუნდებს ვერ ვეხმარებით ჩვენ იმ თვალსაზრისით, რომ მაგალითად სურვილი გქონდა და გვაქვს რომ გუნდებმა მიიღონ მონაწილეობა ჭაბუკთა ლიგის გათამაშებაში, მაგრამ იმ სტადიონის უქონლობის გამო ვერ თამაშობდით. ასევე შესაძლებელი იქნება რომ გაკეთდეს ზესტაფონისთვის ახალგაზრდული გუნდი მარგვეთი 2, რომელიც ასევე დიდი დაბალ ლიგიდან დაიწყებს და რეგიონ ლიგიდან, ეს იქნება უდიდესი საქმე და ამ საქმის გადაწყვეტაში ძალიან დიდ წვლილს შეიტანს, რა თქმა უნდა, აი ეს საფეხბურთო ცენტრის აშენება. ამაში ძალიან დიდი წვლილი მეუძღვის და კეთდება ეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს თაოსნობით, მათი ზედამხედველობით მშენებლობა ძალიან მაღალი ტემპით მიმდინარეობს. უკვე დავათვალიერეთ ჩვენ და ვნახეთ იქ და ძალიან დიდი სამუშაოა შესრულებული. და არის რომ წესი და კანონით მომავალი სეზონისათვის 2027 წლის სეზონისათვის უკვე სტადიონი მზად უნდა იყოს და ეს მარგეთის იქნება ძალიან დიდი დახმარება. იქ როგორ მოხდება ორგანიზაციული მხარე მომავლის საქმეა და გადაზრდა. მე გადაუჭრელი არ იქნება. არაფერი, მან უკვე როდესაც სტადიონი გექნება, ყველაფრის გაკეთება შეიძლება. იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი დადებითად მალე დამთავრდება. ბატონ დიმიტრი, რა შევეხეთ ჩვენ საორგანიზაციო საკითხებს. მოსულებზეც ვისაუბრეთ ბატონ ილიასთან. მე არ მინდა ის ბიჭების დავჩენ მადლობის გარეშე, ვინც გუნდი დატოვა. სამსონოვ შტაბსაც ჩვენ მადლობა ვუთხართ ეს წასულებზე რო ვთქვათ. კი ბატონო. მართლაც ეს არის გუნდი თქვით და ბატონ თამაზ გაბრიძეს შევეხეთ და მისი ღვაწლი აღნიშნეთ. ფეხბურთელები წავიდა 7 ფეხბურთელი. ესენი იყვნენ მეკარეები გიორგი აბრამიშვილი და ანზორი ფერაძე, რომლებმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ამ პირველი წრის ჩატარებაში და იმ შედეგში, რაც მარგვეთს აქვს. წავიდნენ ასევე მინდვრის ფეხბურთელები ლაშა ხაჭაპურიძე, ვაჟა შანიძე, ავთანდილ მამფორია, დათო ბებიაშვილი და საბა ბაღდავაძე. ეს პიროვნებები წავიდნენ სხვადასხვა გუნდში და მე მინდა მადლობა გადაუხადო ყველა მათგანს გაწეული შრომისათვის, იმ თავდადებისათვის, რაც მათ მარგვეთის წარმატებისთვის გააკეთეს და უსურო წარმატებები იმ ახალ კლუბებში და იმ ახალ სარბიელზე, რაც მათ წინაშეა და რისი იმედიც მათ აქვს და ჩვენს გვინდა რომ წარმატებული იყოს. იმიტომ რომ ბევრი მათგანი ჩვენთვისაც მოსულ ფეხბურთელებზე მთავარმომადგენელმა ისაუბრა, მე არა იმასვე და უბრალოდ დავასახელებ იმ ფეხბურთელს, ვინც მოვიდა გუნდში. ლუკა კვეტენაძე ზესტაფონის აღზრდილი და ზესტაფონის საფეხბურთო წარმომადგენელია. მარგვეთში თამაშობდა მეკარე ასევე ნიკა ჯოხაძე, ეს მეკარეებია ორივე. მოვიდნენ აგრეთვე ელგუჯა ბიბილური, ბექა ლაბაძე, თემურ ლოლაძე, არჩილ გიგაური, საბა ზაზიკაშვილი, ირაკლი ჭანკვეტაძე და გიორგი ნოზაძე. ძირითადად ახალგაზრდებია. აქედან მხოლოდ 2-ია შედარებით ასაკოვანი და გამოცდილი. დანჩენი 7 სულ ახალგაზრდა და რომლებიც ალბათ ახალ სისხლს შემატებენ მარგვეთს და ახალ ენერგიას და მუხს მისცემენ გუნდს მეორე წრის გათამაშებაში. მე მგონი ის გადაგვრჩენია ბატონ დიმიტრი, რომ ჩვენ მაყურებელს ვინც ამ გადაცემას ნახავს
იმ ხალხს, ვინც შეიძლება გადმოცემით უთხრა მე რომ ასეთი რა გადაცემა იყო და თქვა ამაზე ისაუბრეს. მთელ ზესტაფონს, მთელ ჩვენ პუბლიკას მოუწოდოთ რომ 6 აგვისტოს ზეგ 5 საათზე მოვიდეს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე და მხარი დაუჭიროს მარგვეთს, მარგვეთი 2006, რომელსაც ძალიან რთული საპასუხისმგებლო თამაში ელის ლიგის ერთპიროვნულ ლიდერთან თბილისი 2025-თან. ამაზე კაი აფიშა მე მგონი აღარ არსებობს. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მოუწოდეთ ყველა გულშემატკივარს, რომ მობრძანდნენ 6-ში, 5 საათზე ცენტრალურ სტადიონზე ზესტაფონში, ერთად დაუჭიროთ მხარი მარგვეთს, რადგან ვიცით, კარგი დასაწყისი, როგორ კარგ საქმეს გაუკეთებს დანარჩენ შეხვედრებში და იმედი გვაქვს, რომ ნამდვილად მარგვეთი წარმატებას მიაღწევს. არა მარტო ამ შეხვედრაში, არამედ მთლიანად მეორე წრის შეხვედრაში გუნდისთვის წინაშე დგას მინიმალური ამოცანა მეორე იმაში, რომ ლიგა 3-ში ათეულში დაიმკვიდროს ადგილი. ხოლო მომავალ წელს უკვე ბევრად დიდი ამოცანები დადგება გუნდის წინაშე ალბათ და ყველამ ერთად ამ დიდი წარმატებების შემოქმედები ვიყოთ და ყველამ ერთად გავაკეთოთ დიდი საქმე, რასაც ზესტაფონის ფეხბურთის აღორძინება ქვია და ზესტაფონში ფეხბურთის გამოცოცხლება ქვია. უღრმესი მადლობა, ერთი მინდა დავამატო ჩემი მხრივ, რომ აი ამ ქალაქის საფეხბურთო ტრადიციები მე ვფიქრობ მეც იმსახურებს ვიდრე ლიგა 3-ში ადგილია. მე რა თქმა უნდა პატივისცემა მინდა გამოვხატო ყველა საფეხბურთო გუნდის მიმართ, ყველა ქალაქის მიმართ, უბრალოდ ჩვენი ცოტა მეტად ვტკივა, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. და მე მჯერა რომ ზესტაფონური ფეხბურთი დაიბრუნებს იმ ადგილს ძალიან მალე, რომელიც ისტორიულად მისია ქართულ საფეხბურთო რუკაზე. უღრმესი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, უღრმესი მადლობა მინდა უთხრა ბატონ ილია მღებრიშვილს, წინა ბლოკის სტუმარს, საფეხბურთო კლუბ მარგვეთი 2006-ის ახალ მთავარწმუნდელს და წარმატებები გისურვოთ ამ დიდ, რთულ და საპასუხისმგებლო გზაზე. მადლობთ მოწვევისათვის და მადლობთ კეთილი სურვილებისათვის. აგრეთვე წარმატება მინდა უსურვო სტუდია ზესტაფონს, რომელმაც დღეს დაგვითმო ეთერი და რომელმაც მოგცა საშუალება გავსაუბრებოდით ზესტაფონელ გულშემატკივრებს.